ბათუმის მერიაში ქალაქის აქტივების ელექტრონული რუქის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს. თვითმმართველი ქალაქის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები და მერის მოადგილე ზურაბ ბერიძე დღეს ექსპერტებთან ერთად აქტივების რუქის მოდელის ვერსიებზე მსჯელობდნენ. ბათუმის აქტივების ელექტრონული რუქის შექმნა ქალაქის ელექტრონულად მართვის სისტემაზე გადასვლას ისახავს მიზნად, რამაც თავის მხრივ ბიუჯეტი უნდა დაზოგოს. მას შემდეგ, რაც რუქის პროექტზე შეთანხმება მოხდება, მის დამზადებაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება ელექტრონული რუქის შექმნაზე. სამწუხაროდ დღეს ქალაქს არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია თუ თავიდან ბოლომდე რა აქტივების პატრონია და რა აქტივების ფლობელია. დღეს არის სამუშაო შეხვედრა, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კომპონენტებზე, პარამეტრებზე, ტექნიკურ დეტალებზე, თუ სამომავლო პროექტში, აქტივების რუქის პროექტში რა პარამეტრები და დეტალები უნდა იქნეს დათვლილი. ამის შემდგომი ეტაპი იქნება აქტივების რუქის პროექტის შექმნა და შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი თვითონ ამ პროექტის შესრულებას. პროექტი შეიქმნება დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში. პროგრამას არა მარტო ვიზუალიზაციას გააკეთებს ქალაქის მთელი ინფრასტრუქტურის, სოციალური სტრუქტურის საკუთრების, ანუ აღრიცხავს რა ღირს ქალაქი ბათუმი. არამედ მის ქვევით იდება მთელი ციფრული სისტემა, რომელიც ფაქტურად გაზომავს რა დანახარჯები არის საჭირო, ვთქვათ, ნებისმიერი მშენებლობისთვის, მიწისქვეშა, მიწის ზედა, გაზომავს იმ, ვთქვათ, ტერიტორიებს რა ღირს ეს და როგორ უნდა მოხდეს ამის, ვთქვათ, ამა თუ იმ ტერიტორიის პრივატიზაცია.